კაი გამარჯობა მეგობრებო, როგორ არ უხარიათ რაღაც ინას. როგორ არ უხარიათ ამ მაიმუნებს, აკაცუკებს და ვირიშვილებს ერთი კარგი საქციელი, რომელიც ქართველებს გაუკეთეს. აი, იცით რომ დუბაიში იყო ხალხი და ბიზნესმენებმა და მათ შორის ჩვენი მაგაცი არის ნოშკო და ნამორაძე. ხო და ჩამოიყვანეს ხალხი კი ბატონო, ზოგმა ჯეტი ქართველები ჩვენი მეგობრები რა. როგორც ხდება ზოგმა, ასე ზოგმა ისე თხოვეს, ის ახლობლები, ჩვენი მოქალაქეები, ისინი ესენი რა, კაი საკითხი დაწერა, ბოროტება არაფერი გაუკეთებია და რა. ამ მაიმუნმა ავადმყოფებმა მთელი ფეისბუქი მაიმუნების ერთობამ ბანდამ დაიწყეს დამონათება. ანუ როგორ არის ხელი რომ გაუმართეთ თურმე ქართველს და ჯესეთი ამ ქვეყანაში ყველას იცნობს. თბილისში კი არა, ქვეყანაში იცნობს ყველას. რა თქმა უნდა და ნაცნობი უბრალოდ მთელი ეს რაღაცა პირიქითა ბაბლში, ამ ლიბერალურ ბაბლში ხო მთელი ისტერია იყო და უბრალოდ ლაშა ბუღაძემ ძალიან გაშალა რა თემა ორ წამში წავკითხე ერთდროულად და მე ფოტო დაიდო რა ვიღაც გოგოებთან ანუ ვინც ჩამოიყვანა მათ შორის ახლობლები ვინც არიან ერთ-ერთი და ერთდროულად რამდენნაირ მორალურ სიმახინჯეს გამოხატავს ეს ფოტო ლაშა ბუღაძე წერს ეს თვითონ მორალურად მახინჯი და გაუკუმართებული და დეფორმირებული მორალის გასაგნებული ქალები ანუ ეს ფემინიზმი ჩაერთო ჯერ აშუაშია გასაგნებული ქალები რომელთაც თავიანთი შრომით საღეჭი რეზინიც კი არ უყიდიათ ალბათ ჯერ ქალები არ არიან მე მგონი დები არიან და ის გოგო იქ მუშაობს კაცო ბიზნესმენი ნოშკოზე ამბობს რომელზეც ეჭვი არავის ეპარება რომ ეს ეპითეტი იმიტომ აქვს რომ სისტემის კორუფციული მართლობის ერთ-ერთი რგოლია ხალხის ფულის მიმთვისებელია და ქურთთა შორის ერთ-ერთი ვისაც სავარაუდოდ დაავალეს რომ კერძო თვითმფრინავით ასევე კერძოდ ქცეული ხალხისთვის მოპარული ფული დაებრუნებინა გასართობად წასული კოცური ავალა არა ნოშიკო იქ აკეთებს ბიზნეს ანუ იგივე დეველოპმენტით არის დაკავებული ძალიან წარმატებულად ძალიან ისე ძლიერ კომპანიებთან თანამშრომლობს და გადასულია იქით და პირიქით წამოიყვანა ქართველები იქ ჩარჩენილები აქედან რა ანუ ყველაფერი არასწორი დაწერა მე მამაშენს გაუპარსაულოა ეს ცოტა შალვანათელაშვილიც გამოეხმაურა ბიჭ გნიდების ერთობა მართლა შალვანათელაშვილი პირველ ხელაზე გადავიდა ხო და არ ვიცი ბებერი ხრონცები რატო აღიარებდა არ ვიცი რა შალვანათელაშვილი ისე შალვას გიორგი გამსახურდია რომ აგინა იმის გარდა არაფერი არ უნდა გაამართო რა კაი ეს ინციდენტი ამოწურულია იმიტომ რომ ამათ არ ევასებათ არაფერი ქართულს რო აკეთებ არ ევასებათ ღიზიანდებიან ანუ რეჯექტი არის ეგრევე აბა ლაშა ბუღაძე რო რამე სიტყვის მართლა არ არა ხო იქნა ეხა მე სხვა არ დაგიმატებ მაგრამ მართლა სვედანო ლაშა მაგრამ მიმართა გრიშამ ლაშა როგორ არის იყო ის კი ბატონო კაი გვარამია კიდევ ერთი სვედანი კი არა და სვედანი რაშუაშია მაგრამ მაინც ნიკა გვარამია გაუშვათ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს უწყვეტი პროტესტი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რომ არა ბოიკოტი საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან დღეს ჩვეულებრივად იქნებოდა ქართული ოცნებისთვის ცხოვრება იქნებოდა რუტინული ავტორიტარიზმი და პრაქტიკულად ჩანსი არ იქნებოდა რამე გამოსულიყო. მე ვფიქრობ რომ ეხლა ძალიან მაღალია ალბათ წავიდეს დაიძინოს. სხვა შორის ეხლა ამაზე არ მინდა კომენტარი უსაგნო რაღაცა თქვა და ჩემთან კიდე მოვიდა ფორმულას გოგო. შეგიძლიათ ნახოთ ჩემს Facebook გვერდზე ამ ვიზიტის შედეგი და მე მინდა ფორმულას მესვეურებს რა გინდათ მაზოხისტები ხართ მე გეტყვით თქვენ რა რატომ არ შეიძლება რომ მე სიტყვაში მომიგოს ფორმულას გოგონამ აგიხსნით ვერც ბიჭუნამ კი ბატონო მაგრამ ვიღაცა აბსოლუტურად გუშინდელმა გოგონამ რა გეტყვით რა კამათი ჩვენი არ შეიძლება აი როგორ არის იცი რომ აი მაგალითად გელი ან ლომი და ზვიგენი ერთმანეთს ხო ვერ დაეჯახება ხო ერთი არის წყალში სტიქი ამისი არის წყალი მეორე ხმელეთი ანუ როცა გელი რო ჩაუშვა წყალში ხო და პირიქით
და უყურე როგორ არის მოდიხარ და რაღაცებს მამუნათებ ისეთ რაღაცებს რაც საერთოდ მე ვაფშე ფეხებზე მკიდია რომ რუსული პროპაგანდა რუსეთი ომი რომ მიმდინარეობს ზელენსკი ხო კარგი ტიპია და მე საერთოდ სხვა პლანეტაზე ვარ და არ ვიწყება თქო რომ ზელენსკის დედავატირე ვამბობ ამას იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული მოთავია ძალიან ბევრი ცუდი ამის არა კაი კაცი არა კაი კაცი მე იმასაც ვამბობ რომ რასაც ჩვენ ვამბობთ ბორის ჯონსონს რომ დედავატირე ბორის ჯონსონის იმას ლაპარაკობს მისი ტაიმი ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები ტრამპმა კლოუნი უწოდა დღეს ზელენსკის რა ვქნა ეხლა ტრამპს არ დაუჯერო როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა და ვაფშე სხვადასხვა პლატფორმაზე ვდგავარ სხვადასხვა ისე მოდუს ვივენდი და მოდუს ოპერანდი მე და ადამიანებს გვაქვს აბსოლუტურად სხვადასხვა და თქვენი შეიმინგი ჩემზე არ მოგვინდეს არანაირად და არ გამოუშვათ არავინ მაგ გოგონას დაისი წაკითხული ქონია კი ბატონო შპრენგლერის მოყვარულია ძალიან ამ შემთხვევაში შპენგლერის მკვლევარი გამოაგზავნეს და არა ვიღაცა ხაშორს მე მგონია რომ ეს უფრო ეყნობა შპენგლერზე კომენტატორებს იმიტომ რომ ან ასეთი რაკურსით გაშალა ევროპის გრიგოლიას ინგას აქვს სხვათაშორის მაგარი კომენტარები გარდაქმნილი არისო რუსული პროპაგანდის ფუძემდებულ ტექსტადო იყენებენო აი როგორც ნიცშე მიითვისა ნაციზმმა რა და იქიდან ხო არა ეგ საინტერესო პოინტი იყო ხოჭური ძალიან საინტერესო პოინტი იყო იმიტომ რომ ტექსტი მართლა ეგრეა თავისთავად არ არსებობს ტექსტს ჭირდება ინტერპრეტაცია პლატონის გამოქვაბულის მითი მანამდე არსებობდა, მაგრამ ყურადღება არ ექცეოდა. ჰაიდეგერის შემდეგ მიექცა ყურადღება. იმიტომ რომ მან მიაქცია. მე აიტაცეს ეს რა თქმა უნდა და იმის მორგება ყველანაირად შეგიძლია და ზუსტად ნიჩე როგორც ნაციზმმა მიისაკუთრა ზეადამიანის დოქტრინა, კი ბატონო. კარგი, გიგაბოკერი. მაგარი იყო. მართლა მაგარი იყო. მაგ კუთხით არ შემიხედავს რა ერქვა კალბატონს? არ ვიცი, გავიგებ. კლევარის სახელი არის. შენ არ გიტყულობ, ხო? შენ გვა მოსაგროვებელი. შენ რა მეცნიერები მოსაგროვებელი. რა ვიცი, სახელი მათი ლეგიონია. კი ბატონო. კარგი, გიგაბოკერია გავუშვით. ოპოზიციის ალიანსი რომელიც დღეს გაფორმდა არსებითად იმით არის აღსანიშნავი დამატებით რომ ემყარება სტრატეგიაზე შეთანხმებას ანუ შინაარს და ურთიერთობის წესებს ანუ ამ თვალსაზრისით ჩემი აზრით უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტო არის იმ არა გესმით რატო ყოფილა ნიშნავანი რომ ძლიერია არა რაზე არის დაფუძნებული არა თქვენ არ უსმენთ მე მგონი ერთობა და გართობა არა სტრატეგიაზე შეთანხმება ეს არის ეფუძნება შეთანხმებას და რაღაც წესებს და არა რაღაცა საინტერესო თქვა იმას ეფუძნებაო და არა იმას მაიმუნობას ან ერთვეთში სექსუალურ მიზიდულობას მართლა მე ვეთანხმები ბოკერიას რომ უპრეცედენტო მზეობა არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი ოდიოზური ღვთისგან მიწყებული და პირისპირიდან ამოვარდნილი ადამიანი ერთად არ შეკრებილა გური 2012-ის მერე გური აი ნაცები იყვნენ ხელისუფლება მე არ მახსოვს ვაშაძე და ბოკერია ერთ პარტიაში შენ გახსოვს ეგეთი რაღაცა და გვარამია და შეკრება ერთ პარტიაში ეს არის იუნიონი ეგეთი რაღაცა არ მომხდარა დედამიწა რაც არსებობს იუნიონი არის ანუ 2013 ეგეთი ერთად არ ყოფილა დაუბრუნდნენ იმ საწყის ამერიკული ნამცხვარი ოღონდ რეუნიონი ხო არა ესე იგი უტიფრები ერთი იმიდან არიან გაკეთებულები ანუ 2012 შემადგენლობა რო აიღო ერთ კაცს ვერ მოძებნი ამ ახალ ერთობაში რომელიც იქ არ არის მოძებნი ვის ზურაგირც მე გახდა ვიცი ზურაგირს მე პარტიულზე არ მაქვს არა სხვა რამის მაცადე გამოყენება ვერ დაგეთანხმებით ზურაგირჩი სისტემის ნაწილი იყო გეტყვი დამაცადე პარტიული ნაცი არის გეტყვი დამაცადე უარესად ზურაგირჩი არის უშვიათი ნაცი ანუ ზურაგირჩი არის ნაცი ხო აპრიორი არის ბოროტი და ჭინკა და მოძალადე მაგრამ ზურაგირჩს მაგრამ ნაც რა იმაშובה ისე რომ ეს რაღაცა ღირდა მე მატერიალური კეთილდღეობა მაინც მქონდა მაგ დროს და ამ უბედურს ეგეც არ მქონდა და ეს არის პროსტა მოხალისე მოძალადე ანუ მოხალისე მწამებელია აი მეგისა ქართავას წამებაში ფულს უხდიდნენ კოხტა კოდუასაც უხდიდნენ ფულს და ეს არის ქველმოქმედი მაგ მხრივ ანუ თავისინებით მოხალისედ ჩაეწერა ნაცებში პროვინციალიზმი მას უბიძგებდა რომ იქნებ სოციალური სტრატოსფერო ნაცი ესე არ ყოფილა ეს იყო ლიბერტარიანელი გრეიგანის დაბადების დღე
ზურაგი ნაც როგორ აღვფეგას მაგათი ნაცების ისი მენდუხიძის როჟა იყო უფრო. ნაცების ის გახდა რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი ხო უყურე ეგ გემახსოვრებათ კომპარტიაში შევიდა. ზურაგის პირველ როდის ნახე 9 აპრილის მერე. პირველად გახსოვს მე მახსოვს ქალი იყო ვიღაცა ზურაგის გამოჩენა მე როცა შენ გამოჩენა გახსოვს მე პირადად ვარ ლაპიაშვილი იყო ესეთი გოგო ლაპლაპიშვილი თუ ლაპიაშვილი არ ვიცი ლაპიაშვილი NGO კონდათ ერთმანეთზე სულელურ რაღაცებს აკეთებენ ბრძოლისას 2012 წელს როცა და ის გახსოვს რეიგანთან რომ მაგის განცხადება პირველ მე რაც მაგ რეიგანს რო ყვავილები მიუტანეს ზინა ივანიშვილსო აქვსო რუსული წარმომავლობის ფულიო და ეს ფულიო შემოდისო ეხაო საქართველოსიო და შესაბამისად ესო არისო რუსული გავლენაო საქართველოსში ანუ ამის ეს განცხადება გააკეთეს მას და ეს იყო პირველ წყარო რომ მერე გამოვიდნენ და ბაზრობდნენ აი ორი სერიო თქვენ თუ გახსოვთ მიშა თავხელიძე როგორ არ იგეთი კალიბრის გამправებელი რო იყო კარდუ ძალიან მაგარია და ეხაც არის მაგრამ მიშა თავხელიძე სად არის არის წარმოქმნა აი მიშა თავხელიძე ეხა უნდა იყოს სათვალებიანი მიშა თავხელიძე რა ვიცი რას ეძახდნენ მაჩვიო თუ რა ვიცი არ არის კაი მოდი ჰეგელია იქნებოდა მიშა თავხელიძე იყო ვაფშე ყველგან გაი როგორი გასული ტიპი იყო იცი ჰეგელია გავუშვი ნებისმიერ ამას დაგედო და წაუკითხავად გააბრალებ და მოდი გრიგოლაბა დაგვენახე მოდი მანგოლიო არსებობს გარკვეული ტიპის პოლიტიკური ენერგიები, რომელთაც აქვთ ბევრად უფრო მსგავსი ელექტორალური მოჭიდება და მათი კრისტალიზება ერთი ტიპის პოლიტიკური ენერგიად არის ბევრად უფრო ლოგიკური. მოჭერა როგორია? ანუ თქვითხოთ მოჭერა როგორია? აი ეს ციფრები არ შეიძლება ჰეგელ არ შეიძლება ანუ მოჭიდება მოჭერა აი ეგეთ რაღაცები სანამ ჩვენ ჩასაფრებულები გიზივართ ეგეთ ციფრები რო არ უნდა თქვას არ იცის აგერ ზივართ ვინა უსაფრებული აქტუალიზაციის მარტო ჩვენ ვახდენთ ხო და კარგია ყველას ფეხებზე კიდია ხო მაგრამ საინტერესოა მოჭერა კი არა და მოჭიდება უნდა მოჭიდება ვინა უზრუნველყოს ჰეგელიას უნდა მოჭიდება სხვაში კოალიციაში ის მოჭერის ხახუნის ძალები რა ქვია ის გაჩნდა ხახუნის ძალა როგორია იქ ლელო მოეჭიდა რამდენი ატმოსფერით არის რამდენი რა წნევით არის მოჭერი ისინი ცალკე უჭერენ თუ ლელოც უჭერს მათთან ყველა ერთმანეთს უჭერს ანუ მოჭერა საერთოა მათი საერთო მოჭერა და ინდივიდუალურით რა გინდა იმიტომ რომ მაშინ ხო შეხვედრას ხო არ იყო ლელო წარმოდგენილი როდესაც მოჭერის მანიფესტი იდებოდა ხო გიგან ლემონჯავა ვინ არის მსახიობი გაუშვით ძალიან ცოტა თაობას მისცემს. არ არის მსახიობი, ამის მაგარია, როგორც ჩვენ. ამის კლასელი რო ის. ესეთი შანსი, რომ საქართველოს გაეყვანა სამშვიდობოს, ძალიან ცოტა თაობას ქონია ესეთი შანსი. ჩვენ არ ვიქნებით თაობა, რომელიც დაკარგავს ამ ქვეყნის თავისუფლებას. რა კაცია. ჩვენ ვიქნებით თაობა, რომელიც გაამთლიანებს ქართულ საზოგადოებას ჩვენ ეს იქნება სახელმწიფო აქვს არა თაობა არა კონკრეტულად თუ იქნება მცირე დაჯგუფებას სინამდვილეში თან შიშარა კრიმინალების მცირე დაჯგუფებას რომელიც რაღაცა შიშით მართავს დაყოფით მართავს გავაჩეროთ ბაჭო იცი რა მაინტერესებს თქვათ ამათმა რაღაც პერევაროტი გააკეთეს შენ დაგიცავს ესა ერთ წამი ჯვარი წერია შენ ჩაგვიწყობ ამასთან საქმეს აი ვასი რო ეს იყო ეხა მივხვდი რომ აი ამასთან გვაქვს შანსი შენ გააქვს მაგის ხოდი რომ მე დაშავავ თქვათ არ მოკლა ხო ციხეში წავარ ბაზარია აი გიგა ლემონჯავა მაგას აიღებს თავის თავზე შენ შეძლებ და თვითონ თუ დაიადგე ბიზნესი გახსოვს არა ისეთი ვიზია რომ მე მგონი ძალიან სერიოზული გავლენა აქვს ყველა ეს ვაჭრობის სკოლაში იქნებოდა ძალიან მაყურებელი იქნებოდა რაც ზემოთ არის ორი იმდენი ქვემოთ მაყურებელი ჟუვაჩკებს აგროვებდა ძალიან მაყურებელი რაღაცას ეს იქნებოდა ქურდი კაცი რაღაცას იპარავდა და იხმარლავდა მოიცი ძალიან ცნობილი გამოსათქვა მილო კაი ბიჭო ის რა ქვია რამე დამახასიათება კარგად სწავლობდა ეგ მაინტერესებს კი მართლა აბა კარგადაც არ ესწავლა ბიჭო ეთყობაც მაო ეთყობა კარგადაც არ ესწავლა ეთყობა მართლა კარგად სწავლობდა ეთყობა გივია კარგადაც გაუშვი რა უნდა გივიას არ გვინდა რა გივია რა სწავლის მეტი ვაფშე არ ფერგავ გია ხუხაშვილი გაუშვით არ აკეთებს კომენტარს აი როგორი ეთიკური ბიჭი არის კაი ბიჭია მეც არ გავაკეთებ კლასაზე კომენტარი ვარ მაგრამ მე კლასელები არ მყავს ეგეთი და შენ ვაფშე არ მყავს შენ რა ერთი კლასელი რა თუ არ გამოგადგა ჰა ერთი კლასელი რა თუ არ გამოგადგა მე არ ვახსოვარ კარგად კლასელებს ძალიან თავისი მშრომელი კაი ხალხი არის ძალიან
ისე ბიჭო, რამდენ სკოლაში შენ რამდენ სკოლაში ნასწავლი ხარ? 8. ხო და ერთი კლასელი პოლიტიკაში არავინ არ წავიდა და არ განაცხადა არავინ. გავიხსენებ. ჩემი არტოს. მალაცი. კაი, გაუშვება. სადაც გინდათ იქცავთ, მაგრამ ძირითადი სამუშაო აქ არის ჩასატარებელი. იმაზე კი არა. აქ რა სამუშაო ჩასატარებელი, სადაც რეალური პრობლემა აქვს. ვაშინგტონში ვიზიტებზე ლაპარაკობ. ანუ აი ეს სნობური კლუბური აზროვნება, ხო? საერთოდ ვერ გამოვიდნენ ეს ხალხი და არანაირი ხალხოსნობის უბრალოდ არანაირი ხალხოსნობის ნიშანწყალს არაჩვენებენ, ხო? ანუ ეხლა რანაირად უნდათ ეს არჩევნების მოგება, ჩემს გაუგებარია. ვაშინგტონში რო ჩავლე რა, ვაშინგტონში ვისაც შეხვდებიან, იმას მაგიდაზე ედება ამ პარტიების რეალური ფასი, ელექტორალური ფასი, რაც მნიშვნელოვანია ამერიკული დემოკრატიისთვის. და რო ნახავს, რომ ფასი არც თუ ისე მაღალია. როდის გავთიშავ? შო, რისთვის არის მნიშვნელოვანიო? ამერიკის როგორი დემოკრატიისთვისო? ამერიკული დემოკრატიისთვის. არა, ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი ელექტორალური ფასია. და ამასო ძალიან დიდი როგორც მე მგონი თავარი თემა ისაა, რომ ეს რო არ არის, ეს ამას რო არ დაუძახეს. მაგიტო არ არის ეს სახალხო, თორე როგორც კი ხუხა დაემატება, აშივე მოიხოდებიან და ფასიც აიწევს. ბიჭო, ეს იქნება იმათი ანალიტიკოსი. ნაბო? ხუხას რატო არ ნიდები ეგენი. ისე ხუხა არ დაიმსახურების ამბავი იქნება ეგ რო მე უკეთ ვიციო. ხუხა არ დაიმახსო რა, არ დაიმსახურა, აი როგორ შეიძლება? ეს იქნება იქ ანალიტიკოსი. არა, ამას უნდა ალბათ ერთ-ერთ მოთავედ ჩასვა. არ არის ეგრე, ანალიტიკოსი. იქ დიდი უდიდესი. კაი, გავუშვათ, აბა თინა ბოკუჩავა. აი ჩვენზე ლაპარაკობს, ნახე? რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი დიდი ბრიტანეთის მხრიდან სწორედ პოზიტივის და იმედის შერჩევა სანქციების სამიზნეთ, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად გააცნობიერეს სინამდვილეში ივანიშვილის რეპრესიული რუსული რეჟიმი რაზე დგას. ის დგას სიცრუეზე, ის დგას დეზინფორმაციაზე, ის დგას პროპაგანდაზე და იმისთვის რომ დეზინფორმაციას და სიცრუეს და პროპაგანდას ეფექტიანად დაუპირისპირდე, ამისთვის აუცილებელია ასევე დისციპლინირებული მწყობრი რებულიო დღეს გავაჩეროთ თუ შეიძლება ფორმულას თანამშრომელმა მითხრა რომ ხელფასს საერთოდ არ იღებენ ის ხო დაიჭმუჭნა პირველი გოგონა ნომერმა 2-მა მითხრა რომ ხელფასს საერთოდ ვაფშე მოხალისეები ვართო ანუ ის ოპერატორი ბიჭი იყო და იმასაც ვიკითხე იმის ნუ ის ვიღებდა ვერ მიპასუხებდა მაგრამ მის მაგალითად მიპასუხეს რომ ესე იგი ეს არის ვაფშე უფულოდ გაკეთებული ტელევიზია ბენზინსაც არ ასხავენ შიგნით კომუნალურებს როგორ იხდიან? მიაქვთ. ხო, აი ეგ არის აი. როგორ რა უნდა გადახდას? დებენ აქეთ დებენ. იმიტომ რომ ფორმულა ხო აბსოლუტური სიკეთეა და მე მგონია რომ იმხელა სახალხო ეკლესიასავით არა შემოწირულობა. ხო, მაგას რომ იმხელა სახალხო ხარდაჭერა აქვს, რომ ხალხი უხდის მათ კომუნალურებს. რა თქმა უნდა, მაგას შეეჭვიებარება მინეს. უხერხული აი. თინა ბოკუჩავა კოტიკო სადა. აი რა ვერ დაადგინეს იმ iPhone-ის იმითი ტელეფონის ადგილმდებარეობის მძებნელით გატაცების ჟამს სად მდებარეობდა კოტიკო. აბა გაუშვათ იგაგრიგულია რასამოს TV პირველზე. მინდა ეს არის უმნიშვნელოვანესი. ერთი წამი გავაჩერეთ. პირველივე კადრი სტოპ კადრი რაც გავუშვათ ეგრევე გააჩერეთ. სტოპ კადრი. ნოდარ მელაძია რა. რაზმანზია ხორმე ხატავე. ბიჭო, რაც გავს, იცი უფრო? მოიცადე, რაღაც. მოიცა. კომპლექსი რო ამოგასხავს, ხო იცი? წინააზიური ქვეყნის ჯოჯოხეთი. საქართველოში მოღვაწე წინააზიური ქვეყნის. არა. ვაშ ბენდენაზე უნდა ეფაროს ეს კეპი და კულტურის ექსპროპრიაცია თუ რა არის, ანუ რაო? ის ფილმი რო არის, გახსოვს თეთრს რო დაძებენ. თეთრი ტიპი რო ესე ჩაიცო ან რაღაცა შვილის onion movie თუ რა არის? ხო, onion movie. შვილის კლასში რო გინდა რომ მიხვიდე რა დედა და რო ჩაიცო. იცი რო რეპიევას. ამაზე მარიხუანას ფოთლები ბენდენ. ქვეყნის სახელი დავასახელო, მაგრამ ერთ-ერთი წინა აზიის ქვეყნიდან ჩამოსული კურიერი არის მისული სადღაც დაბადების დღეზე.
ქართველებთან და არის ის როგორ მოიქცეს. ბიჭო, ეს უკეთესად გამოიყურება ახლა იმათ სცენარად. შენ ვიზაც ამბობ. არა, უფრო რესპექტაბელური ესეც ან ვიძე კაძან მაგარია კი. აჰა, მე მგონი ვიძე იქივეა, სახის გამომატყოლება იგივეა. გაუშვდა ხო? აუ შენ ამბობ რომ რაც ქვეყნის ყურია. არმიდა სახელი. მე მივხვდი. არ არის ინდოეთი. ეს არის უმნიშვნელოვანესი არხი. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი არხი, რომლის ჩაქრობა უბრალოდ არ შეიძლება დაბნელდება ქვეყანა წარმოიდგინეთ შაბათი. შენ წარმოიდგინე გავაჩერო ნოდარა, ბნელი ნოდარა, შავ ნოდარა, ბნელი ნოდარას, ასოციალური ადამიანები, ფსკერიდან ამოსული, ტრუშობები, გულისხმობ ფსკერი, მორალური ტრუშობებიდან გამოსული ტიპის, რომელსაც არავინ არ ყავს გარშემო, ვაფშე აი, ხო საიდან გაიჩნდა ტიპი. ის რო ჩაქრეს, ახაც ჩაქრება მზე. შეხვდი აი შავი ხრელი რო გაქრეს. ხო, მზე არ ვიცი, მაგრამ რასაც რის აკრონიმადაც მზეს ვხმარობთ ხოლმე. ვიცი, ხო. ის უცენზურო სიტყვა. ხო, ასევე სამასოიანი. ასევე სამასოიანი უცენზურო სიტყვა. კი ბატონო. რომ დაგუგლო. ხო. მოვა ფოტოს დააჭირო. კი ეგრეა. ნოდარ მელაძის ფოტო ვარდება. ოღონდ ანუ ნებისმიერ შეგიძლიათ სადოთ. ეგ რატო? დაზეროთ. გვერდი იყო. ვიცი კაცო, მაგრამ ბიჭო. ნოდარ მელაძე მზე ვარ. კაცი. მაგ სიტყვას რო გუგლავ შენი ფოტოა პირველი. მზე ხარ. მე გადავედი. მე არ ვიცი. ეხლა დაგუგლე ფოტოს დააჭირო. არა, აი რა შენ ბიჭო ხო არ გაგიჟდი, არ ვიცოდი ეს. ცნობილი მე 2011 წელს უცნობილესი რაღაცა ისაქმა ეთერში ამან და იყო უცნობილესი კამპანია ნოდარ მელაძე სულაც არ არის მზე. არა, სულაც არ არის მზე. არა, მე რიგო სულაც არ არის მზე. კარგი, მოდი გავუშვათ ნოდარ. ოღონდ პირველი ამოდის. პირველი ფოტო ნოდარ მელაძე გავუშვათ. ან მაგას რო გუგლავ ფოტოს გაძლევს ნოდარას. რა ამბავს არ უნდა ხდებოდეს, ყველგან აუცილებლად არის დავაბეროლის მიკროფონი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნებისმიერი მოვლენის დროს, ნებისმიერ ვითარებაში ვინ როგორ რანაირად არ უნდა ფიქრობდეს დავაპიროზე, ხშირ შემთხვევაში ხანდახან არის ხოლმე ამბები, როდესაც ეთერში საეთერში გამყავს რაღაცა მოვლენა ან პირდაპირ ეთერია და ვიღაც ადამიანს უსმენ და ხანდახან ვფიქრობ, გამოვიხედები ხოლმე შეუქმნო ჩვენს პროდიუსერს, ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტს წამყვანს, რომ წარმოგიდგენთ ერთი წლის წინ ეს რაღაც ჩვენზე რეებს აკეთებდა, როგორ გვაცხავდა და დღეს ჩვენზე, მაგრამ ეს არის მედიის უპირველესი მოვალეობა, რომ პირადი წენა გავაჩერდა. ანუ ჩვენ იმედი გქონდეს, რომ მიუხედავად იმას, მურთხმზედ გვთვლი, აუდესმე შეიძლება ჩვენც ვიზმაკაცოთ, ხო? ის დღე არ ვიცი, შენნაირი დღე, შავი დღე, შენ ცხოვრებაში. ანუ შენ რო ჩაქრე, აიგე შენ რო თურმე ტელევიზორში არ ჩარდე, ნოდარ, ეს იქნება ბნელი. აი მაგშაბათს ანუჯახთან როგორ უნდა გაატარო კომფორტულად, სიმშვიდე როგორ უნდა პოვო, როგორ უნდა გაერთო. ბნელი და შაბათს არ გადის ნოდარი. ნოდარი, ხო? კარგით, მეგობრებო, პატარა ერთი სიტყვა გეოპოლიტიკაზე. ქართველები ღვთისმადლით გამოდიან იქიდან, თუმცა აი ამ ქვეყნებში, ამ 8 ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია არ არის კარგი, იმიტომ რომ ირანი ურტყავს სასტუმროებზე, ნავთობსადენებზე, ნავთობგადამამუშავებელ კომბინატებს და აზარალებს ძალიან. რაღა მარტო მაგრო ქვეყანა მთელ ევროპას გაუძვირდა ბუნებრივი. არა, ურტყავს იქ. ასე გასაჯეთ, კვიპროსეც მოახერხა ვაზას რომ დაერტყა, ვაზისთვის რომ დაერტყა. ტრამპმა გაუჩერა ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა გააჩერა ესპანეთთან. საერთოდ გააჩერა. ესპანეთმა დაასაპორტა ირანი. და უთხრა რომ ბაზები არ მისცა, ბაზები არ მისცა. არ დაასაპორტა, ბაზები არ გადასცა და თქვა ტრამპმა რომ მეო მაინც ვიფრედიტო ჩვენ იმ ბაზებიდან, მაგრამ არ არის საჭიროა და ინგლისიც უკაყოფილოა და ეხლა იყავს ეს გერმანელი რომელთაც უკაყოფილია. ნახოთ მეგობრებო, აღდგომა და ხვალიო, ჩვენ გავიგებთ ყველაფერს. ამით გემშვიდობებით, ხვალ არის მეგობრებო 4 შაბათი, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. გაგეცანებთ. უი, სტოპ. ბოდიში. გილოცავთ დედის დღეს. ვაიმე, როგორ დაგვაქვს? ძალიან სამარცხვინოა ეს ყოველ. ჩვენგან. კი. დიდი ბოდიში. გილოცავთ. ჩემ მეუღლეს ულოცავ ასევე დედას. თქვენ დედებს ულოცავ. თუ გვაპატიებთ, დიდი ბოდიში. თქვენ დედებს ჩამივარ და მე. შენ სად იყავ? დიდი ბოდიში. ხო და მაგალითად ჩამივარ. საერთოდ ამბებმა მოგწყვიტა. არა, ამით უნდა დაგვეწყო რა. დიდი მადლობა რომ ხართ და არსებობთ რა. მადლობა. საქართველოს დედებს მარიამ გილოცავ დედობას.
დედის დღეს. მადლობა, კარგად ზამთრობ. ვილოცავთ თქვენს დიდხანს გვყავდეს ყველას. აი გადავჭით, რომ იცოდე. თეთა მაგარია. კარგად ზამთრობ.